რა თქმა უნდა გაიზრდება ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხო? ეს გლობალური პროცესია და რაც მეტი ხარისხიანი მედიცინა იქნება, ფასი გაიზრდება. ეს არის ალბათ ეხლა აქ ისეთი აუდიტორია ჩემგან არ გესწავლებათ. დღევანდელი ჯანდაცვის ყველაზე დიდი დილემა არის დღევანდელ ჯანდაცვაში საერთაშორისო ლაბორატორი მაქვს ორი ყველაზე დიდი დილემა. ერთი როგორ გავხადოთ მედიცინა სამართლიანი და მეორე როგორ გავხადოთ ის უფრო იაფი, იმიტომ რომ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შესძლო რომ მედიცინის ხარჯები დაწეოდა როგორმე თქვა უკაცრავად ეკონომიკური განვითარების ხარჯები დაწეოდა ჯანდაცვის ხარჯების დას. ეს გაანალიზებულია ბევრ ქვეყნის მაგალითზე, ყველა ქვეყანაში, განვითარებულ ქვეყანაში დაახლოებით ორჯერ უსწრებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ეკონომიკის ზრდას ჯანდაცვის ხარჯების ზრდა. ანუ ამას ვერ აჩერებს ვერც ერთი ქვეყანა. თუ ნახეთ ახლა ბოლო თქვათ იმისი ობამას სლაიდები, იქ ნახავთ რომ 2019 წლისთვის ამერიკის ჯანდაცვის ხარჯები არის 20%-მდე GDP-ს, ანუ მეხუთედი თლიანი ამერიკის ეკონომიკის დავა ჯანდაცვას. ერთადერთი გზა ამისი, ამიტომ ჩვენ აქ რაზეც არის ლაპარაკი, თქვათ, როგორ შევძლოთ. აქ ლაპარაკია, მე მგონი კითხვა იქნება ასეთი რომ დასრულიყო დათო. რომ თქვათ, ეს ჩვენი რეფორმა, რაც ხდება ახლა ჰოსპიტალურ სისტემაში, რა პროცენტით გაზრდის, თქვათ, ხარჯს იმასთან დაკავშირებით, ანუ რამდენად სწრაფი იქნება ხარჯის და ადამიანების შემოსავლებთან მიმართებაში. ანუ აი ეს სეგმენტი უფრო თქვათ. და მეორე მაგრამ აქ ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვიტყვი რომ ერთადერთი გზა აქ მართალია ხშირად მე ზოგიერთ ახლობელი სოციალისტ მეძახის მაგრამ ეს ასეა ერთადერთი გზა აქ არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო რეგულირების შემოღება ამ და დროული შემოღება სახელმწიფო რეგულაციებისა ამ ფასთა შეკავებაზე. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ ეს დაგჭირდება. და რაც მალე ვილაპარაკებთ ამაზე, მე მახსოვს, ალბათ კაკისაც ახსოვს ეს თავის დროზე სამინისტროში იყო ლაპარაკი, მე 90 წლებზე ვილაპარაკებ, რომ შეგვექმნა ჯანდაცვაშიც დაახლოებით ისეთი სტრუქტურები, როგორც არის დღეს მარეგულირებელი კომისიები, ვთქვათ, აი იმისი რა ქვია, ენერგეტიკის მარეგულირებელი, მაშინ როცა ვერ ვიჭერდით ფარმაციაზე ფასების ზრდას, რომ შექმნილიყო ფასთა რეგულაციის სხვა ამ ტიპის ისინი, იგივე სერვისებზე და ასე შემდეგ. ალბათ დღეს, როდესაც კერძო სექტორი ძალიან აქტიურად შემოდის და ის თვითონ აწესებს თამაშის წესებს, სახელმწიფო მაგ ბერკეტი თავისი უნდა იხმაროს. თორე ისე ამ ფასტას დას ვერ